ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე მსოფლიო სანავთობო ბირჟაზე ნავთობი ძვირდება. ამჟამად ბრენტის ტიპის ნავთობი ბირჟაზე ბოლო ერთ თვეში თითქმის 20%-ით არის გაძვირებული. რა გავლენას ახდენს ისრაელი-ირანის კონფლიქტი სანავთობო ბაზრებზე და რა გადმოცემითი ეფექტი აქვს მას საქართველოზე. როგორც იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანაზე ელენე გოგბერაშვილმა მოისმინა შეფასებები, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს. ელენე საღამო მშვიდობის, უკვე აისახა თუ არა ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა საქართველოში, როგორია დღევანდელი მოცემულობა. ბექამ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა გლობალურად ნავთობის ფასზე ცხადია უკვე მოახდინა გავლენა ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე. საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა, ამჟამად ბრენტის ტიპის ნავთობი თითქმის $77 ივაჭრება, რაც ბოლო ერთ თვიან პერიოდში 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოში, რომელიც ნავთობზე იმპორტ დამოკიდებული ქვეყანაა, ბუნებრივია ადასტურებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს და ფასების ზრდას სანავთობო ბირჟებზე საქართველოსაც ექნება გავლენა, თუმცა სავარაუდოდ მოკლე დროით. მე რომ გითხრათ, რომ არ მივაქციოთ ყურადღება და არაფერი არ იქნება, არა, მოგატყუებთ. როგორ არ იქნება? მსოფლიო დაძაბულია. და თქვენ თვითონ მითხარით წეგან, რომ სუეცის არხი, წითელი ზღვა და ეს რეგიონი მთლიანად არის მსოფლიოს ერთ-ერთი სანავთობო, ესე ვთქვათ, გზები. ერთ-ერთი სანავთობო არტერიები. მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე იმოქმედებს. მაგრამ ალბათ მცირე, ესე ვთქვათ, დროით. ანუ ეს არ იქნება, ესე ვთქვათ, დიდი დროის და დიდი, ესე ვთქვათ, დანაკარგები რო იყვნენ მსოფლიო სანავთობო ბაზარზე. ერთიან პერიოდს თუ დავუკვირდებით, დავინახავთ საშუალოდ დაახლოებით 20%-იან მატებას. ეს ყველაფერი ცხადია პირდაპირ კავშირში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან, რასაც თავისი არსით განაპირობებს ის, რომ ირანი ახლა უკვე იმყოფება სამხედრო ოპერაციის და შესაბამისად სამხედრო ინტერვენციის ქვეშ. ირანი თავისი არსით არის ნავთობის მწარმოებელი და ამასთანაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი არის ნავთობით დატვირთული, დახუნძლული რეგიონი, სადაც გეოპოლიტიკური რისკების მატება აჩენს იმის რისკს, რომ შეიძლება გარკვეული პერიოდით ნავთობის მიწოდება შეიზღუდოს. ხოლო თუ კი ეს შეზღუდვა მართლაც რეალიზდება, მაშინ ბუნებრივად გაიზრდება ნავთობზე მოთხოვნა, მიწოდება არ იქნება საკმარისი, ეს კი გამოიწვევს ფასების მატებას. ამიტომაც ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ ესეთი სპეკულაციური ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ნავთობის მიწოდება იქნეს შეზღუდული, თანაც ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ირანის ხელისუფლება ამ ნაბიჯს ნამდვილად განიხილავს, ამიტომაც ფასები არის მზარდი. ვისოლის გენერალური დირექტორის განცხადებით, ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე ახლო აღმოსავლეთში დაძაბული სიტუაცია აისახა როგორც ნავთობპროდუქტების ფასზე, ისე გააძვირა ლოგისტიკური ჯაჭვიც. ვასილ ხორავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ივლისის ფიუჩერსებიც ნავთობპროდუქტებზე მაღალია, მათი რამდენიმე მომწოდებლისგან იყო კოეფიციენტების გადახედვის შემოთავაზებაც. ნავთობპროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით ქართველ იმპორტიორებს ფასების გადახედვა ქსელებში არსებული მარაგების ამოწურის შემდეგ 2 კვირის შუალედში მოუწევთ. ირანი ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი იყო და ბუნებრივია როგორც ექსპორტის კუთხით, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებითაც ომი გამოიწვევს ნეგატიურ ესეთი ასახვას საფასო პოლიტიკაზე. ივნისის 10 რიცხვიდან 12 რიცხვიდან უკვე მკვეთრი მომატებები დაიწყო, უკვე ეს მიუთითებს იმას, რომ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში, როცა ცვლილებები იწყება ზრდის თვალსაზრისით, არსებული ნაშთებიდან გამომდინარე, ნავთობკომპანიები, რომლებიც ოპერირებენ ბაზარზე, იძულებული იქნებიან, რომ ახალი განახლებული, გაძვირებული იმპორტის პირობებში შესაბამისი ესეთი ქცევა განახორციელონ უკვე საცალო ბაზარზეც რა პროდუქტის თვითღირებულების გაძვირების გამომდინარე. ამერიკის მიერ ირანის 3 ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვამ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. ბევრი შიშობს, რომ ეს სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს. როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხოდ ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სპარსეთის ყურის შესართავთან მდებარე ჰორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული კვანძია, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რთულია თქმა, სანამდე გაგრძელდება ეს კონფლიქტი და რა გავლენა ექნება ამ პროცესებს მათ შორის სანავთობო ბაზრებზე. ბექა.
მადლობა, ეს ელენე გოგბეაშვილი.